დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, როგორც მთავარ ფასეულობაზე. ამიტომ ყოველთვის ვიხსენებთ, რა არის სიცოცხლის მახასიათებელი. ჩვენ შევთანხმდით, რომ სიცოცხლის განუყოფელი თვისება არის დაბადება, ზრდა განვითარება, ამ პროცესში მას აუცილებლად სჭირდება კვება, სუნთქვა, გადაადგილება და როდესაც ამ ჩამონათვალს თვალს გადავავლებთ, ყოველთვის გვახსენდება კვება. რა თქმა უნდა, კვება სიცოცხლის მახასიათებელია და ამავე დროს კვება არის ჩვენი საცოცხლო მოთხოვნილება. გარდა ამისა, კვება არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციები უზრუნველყოთ ნებისმიერ ეტაპზე მისი ცხოვრებისა, ნებისმიერ მდგომარეობაში, მაგალითად სხვადასხვა პრობლემების მართვისას და რაც მთავარია, კვებით უზრუნველყოთ ადამიანის დღეგრძელობას და ცხოვრების ხარისხიც. შესაბამისად, ჩვენს გადაცემაში არის ერთი აუცილებელი კომპონენტი, რომელსაც კვებით შუქნიშანი ჰქვია. სურათ ხატი, რომელიც ძალიან მარტივად აერთიანებს სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციებს და ფერები გვაძლევს საშუალებას ასოციაციებით დავიმახსოვროთ ესა თუ ის რეკომენდაცია. ვიცით თუ არა კვებით შუქნიშანი? აი ამას ეძღვნება ეს რუბრიკა, რომელიც მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე გაჩნდა ჩვენს გადაცემაში. არა იმიტომ, რომ კვებით შუქნიშანი გაჩნდა პირველად. ის ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული რუბრიკაა. არამედ იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ვაფასებთ რა იცის საზოგადოებამ ამ შუქნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან როგორ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ აფასებენ ამ ცოდნას ბავშვები და მოზარდები და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ სპეციალური საჭიროებები აქვთ, მაგალითად სპორტსმენებს. ლუკა ფანქოლაშვილის მორიგის სიუჟეტი ამ ციკლიდან. ჩემი სახელია კიკილაშვილი ერეკლე, ვარ 13 წლის და დავდივარ ფეხბურთზე. სერაფიმე კაზაროვი ვთამაშობ ფეხბურთს. აქ არის მწვანე ფერი, ყვითელი ფერი და წითელი ფერი. მწვანეზე უნდა გამენაწილებინა ისეთი პროდუქტი, რაც სპორტსმენისთვის ყველაზე ჯანსაღი იყო. ყვითელზე იყო ისეთი პროდუქტის შედარებით, რაც არ არის სასურველი. და წითელზე იყო ყველაზე არაჯანსაღი. ვაშლს დავდე მწვანეზე. ვაშლი დავდე მწვანეზე, იმიტომ რომ ვიტამინებს შეიცავს და ჯანსაღი პროდუქტი არის სპორტსმენებისთვის. ბანანსაც მწვანეზე დავდე. ხილი დავდე ვაშლი და ბანანი მწვანეში, რადგან ჯანსაღია და სპორტსმენისთვის კარგი არის. კვერცხს და ხორცს დავდე მწვანეზე. მწვანეზე, რადგან კუნთებს აძლიერებს და პროტეინისთვის არის კარგი. თხილს, მიწის თხილს ავიღებ და მწვანეზე დავდე. თხილი იმიტომ დავდე, რომ ცხიმს იმატებს მაგით და ეგ სჭირდება სპორტსმენს, რომ კუნთის მასა მოიმატოს. და თხილს დავდე ყვითელზე. თხილეული არაა უბრალოდ ისეთი ჯანსაღი, როგორც დანარჩენები, მაგრამ თან არც არის ისეთი ცუდი, როგორც შაქრიანი საჭმელი, ანუ მაგალითად დონატები ან გაზიანი სასმელი. შაქარს დავდებ ყვითელზე. რადგან შაქარი არ არის სასურველი არ არის და ზედმეტად ბევრი შაქრის მიღება არ შეიძლება და მაგიტომაც ყვითელზე დავდე. ეს არის შაქარი, შაქარს დავდე წითელზე. დონატს დავდე წითელზე. დონატები დავდე წითელზე, იმიტომ რომ ტკბილეულებია, არა ჯანსაღი სპორტსმენისთვის. გაზიანს ავიღებ და დავდებ წითელზე. წითელზე დავდი გაზიანი, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი სპორტსმენისთვის ეგ არის, რადგან ხელს უშლის სირბილში და თუ ძალიან ხშირად მიიღებ, შეიძლება მარტივად დაიღალო. რო დავდექი სცენაზე და მითხრეს ესე ფერების მიხედვით, უფრო გამიმარტივდა, იმიტომ რომ მწვანე ყვითელზე და წითელზე მარტივი არის უფრო. როგორ უნდა გაანაწილო და ნელ-ნელა მომიშვა და უფრო გამიმარტივდა ლაპარაკი. მარი მალაზონის აზრი მაინტერესებს და ჩემი აზრი დამეხმარება, რომ უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და უკეთესად ვიკვებო. უნდა დავეთანხმო ერეკლეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის კვება. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სპორტსმენის კვება ითვლება სპეციფიკურ კვლევად, ანუ განსაკუთრებული საჭიროებები რომ აქვთ კონკრეტულ ნივთიერებებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში ერეკლეს და სერაფიმეს უნდა ვუპასუხო. პირველ რიგში უნდა შევაქო და ვთქვა, რომ მათ ძალიან კარგი არჩევანი გააკეთეს. მაშინ, როდესაც მაგალითად ხილი დაბოსტნეული მწვანე ზონაში განათავსეს. მაშინ, როდესაც სილას მიუჩინეს ადგილი ისევ მწვანე ზონაში, რადგან
კუნთის ფორმირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთშეხამება. ერთი მხრივ კუნთის მასაზე ზრუნვა და მეორე მხრივ კუნთის გამძლეობაზე ზრუნვა და რაოდენ ბევრი ცილაც არ უნდა მივიღოთ ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ ცილის მოხმარება კუნთს არ წაადგება. პირიქით შეიძლება ჭარბი ცილა ცხიმადაც კი ჩალაგდეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ნახშირწყლები. განსაკუთრებული ყურადღება მე მინდა ვთხოვო მიაქციონ თხილეულთან დაკავშირებით მათ ინფორმაციას. ყველა შემთხვევაში ისინი არიან ძალიან ყოჩაღები, ძალიან მონდომებულები და რაოდენ სასიხარულოა ჩვენთვის, როდესაც მოზარდები კრიტიკულად აფასებენ საკუთარ კვებას და იციან მათ მიზნებს, როგორ შეუხამონ საკვები პროდუქტები. თუმცა თხილთან დაკავშირებით მე დაუბრუნდები ამ ფრაზას, რომელიც მის მავნეობას უკავშირდება. არის თუ არა სახიფათო და უნდა მოვათავსოთ თუ არა ყვითელ და წითელ ზონაში, ან უნდა გაუთამამდეთ თუ არა მიწის თხილს. სინამდვილეში პირიქით არის, თხილეული არის ძალიან კარგი არჩევანი თქვენთვის, მომავალი სპორტსმენებისათვის. თხილეული არის კარგი არჩევანი ყველა შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვაქვს მისი გამოყენების შესახებ გარკვეული რისკები, მაგალითად ალერგიული რეაქცია, მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადება, როდესაც ამ პროდუქტების მოხმარება უნდა შევზღუდოთ, თუმცა რადიკალურად არ ამოვიღოთ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს არის უნიკალური მცენარეული ცილის და უნიკალური მცენარეული ცხიმის ომეგა-3-ის ნაკრები, რომელიც დატვირთულია თუთიით, დატვირთულია მაგნიუმით და მრავალი სხვა მინერალით, რომელიც ძალიან სჭირდება თქვენს განვითარებას. რაც შეეხება მიწის თხილს, ასე არ შევაქებდი. რადგან ის არის პარკოსანი, ალერგიული რეაქციის თვალსაზრისით ძალიან მაღალი პოტენციალი აქვს და გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ინდივიდუალური დამოკიდებულება ამ პროდუქტის მიმართ. ასე რომ გასათვალისწინებელია ზოგჯერ წარმოდგენები და რეალობა, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. მოკლე ტიხარი გვექნება ჩვენს გადაცემაში და რასაკვირველია, გავაგრძელებთ დღევანდელ გადაცემას ნაცნობი, მაგრამ უცნობი შტრიხებით. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ადამიანის ცხოვრების ხარისხი. ეს სიტყვათა შეთანხმებები ლამის ყოველდღიურად გესმით ჩვენს გადაცემაში და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და გაგახსენებთ, დაგაფიქრებთ, რამდენად მდიდარია ქართული ენა, მან ორი განსხვავებული სიტყვა გამოყო ერთმანეთისაგან გამიჯნა სიცოცხლე და ცხოვრება იმის ხაზგასასმელად, რომ ეს ყოველთვის ტოლფასი არ არის, რომ ადამიანის სიცოცხლე ცხოვრების გარეშეც არსებობს, რომ ადამიანის ცხოვრება ხშირ შემთხვევაში სულაც არ ემთხვევა სიცოცხლის ხანგრძლივობას და არის შემთხვევები, როდესაც ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად ცხოვრება თითქოს გრძელდება. აი ამის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ გავდივართ ჩვენი სიცოცხლის და ცხოვრების სხვადასხვა საფეხურს და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ ადამიანის ცხოვრების ეტაპები. ცხოვრების ეტაპი შეიძლება ასაკობრივ ჭრილში განვიხილოთ, ცხოვრების ეტაპი შეიძლება მოვლენათა ჭრილში განვიხილოთ, მაგრამ ამისგან დამოუკიდებლად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მახასიათებლები. როგორ გადავდივართ ცხოვრების ერთი ფაზიდან მეორეში, როგორ გადავდივართ ცხოვრების ერთი ეტაპიდან მეორეში და რატომ შეიძლება ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბებული ჩვევები აღმოჩნდეს ჩვენი ცხოვრების გვიანი ეტაპის მდგომარეობის გამსაზღვრელი. რატომ შეიძლება ჩვენი გადაწყვეტილებები ადრეულ ეტაპზე აღმოჩნდეს საჩუქარი, რომელსაც ხანდაზმულობასა და სიბერეში მოვიმკით. დღევანდელი ჩვენი სიახლე სწორედ ამ თემას გააგრძელებს. თუ წიგნების კითხვა და მუზეუმების მონახულება გიყვართ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ალცჰაიმერის დაავადების და შემეცნების გაუარესების რისკი შეამციროთ 38%-ით და სულ ცოტა 5-7 წლით გადაავადოთ პროცესი. ჯერ კიდევ შემოდგომაზე, 2025 წლის შემოდგომაზე, გერიატრიული ფსიქიატრიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორები 70 წელს გადაცილებული 11,000-მდე ადამიანის ისტორიას სწავლობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მაგალითად მუსიკალურ ინსტრუმენტებზე ხშირი ან სისტემატური დაკვრა დაახლოებით 35%-ით ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.
სულ რამდენიმე დღის წინ კი ჟურნალმა Neurology გამოაქვეყნა სტატია ახალი კვლევის შესახებ, რომლის თანახმად ჩვენი ჩვევები, კერძოდ წიგნის კითხვა და წერა, ბიბლიოთეკების და მუზეუმების მონახულება, ახალი ენის შესწავლა ლექსიკონების გამოყენებით ასოცირებულია ალცჰაიმერის დაავადების რისკის შემცირებასთან 38%-ით და პროცესის გადავადებასთან 5-7 წლით. საგულისხმოა, რომ კვლევის ავტორები 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს დაახლოებით 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამასთან მათ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეისწავლეს მათი ჩვევები 12 წლის, 40 წლის და საშუალოდ 80 წლის ასაკში. დარწმუნებული ვარ, თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა. მხოლოდ წიგნების წაკითხვა და მუზეუმების მონახულება აგვაცილებს თავიდან ალცჰაიმერის დაავადებას. მეცნიერებას აქაც აქვს დამატებითი ინფორმაცია და აუცილებლად გაგახსენებთ, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ დიეტაც და ფიზიკური აქტივობაც. გავითვალისწინოთ ძილის რეჟიმიც, ძილის ჰიგიენაც და სტრესის მართვაც. და რაც მთავარია, იმისთვის რომ არ დაგვავიწყდეს ერთმანეთი და ბოლოს არ დაგვავიწყდეს საკუთარი თავი, არასოდეს არის გვიან შევცვალოთ ცხოვრების წესი. როდესაც ჩვენ გადაცემას ვიწყებთ, მე ყოველთვის პირველ ფრაზას გახსენებთ, რომ ადამიანზე ვსაუბრობთ. აუცილებლად ვამბობ იმ ფასეულობაზე, რასაც ადამიანის სიცოცხლე ქვია და ხაზს უსვამთ, რომ სწორედ ადამიანის სიცოცხლეა ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. და თუ სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ადამიანზე ვსაუბრობთ, მაშინ ადამიანის განვითარების ეტაპებთან ერთად, ადამიანის სიცოცხლის მახასიათებლებთან ერთად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხის განსაზღვრელი არის არამხოლოდ ის, როგორ გრძნობს ის თავს, რამდენად ჯანმრთელია, როგორია მისი ინდივიდუალური მახასიათებლები, არამედ არის თუ არა ოჯახის ნაწილი, არის თუ არა სოციუმის ნაწილი, არის თუ არა რეალიზებული, არის თუ არა დაცული და უსაფრთხო თავის ქვეყანაში, არის თუ არა ეკოლოგიური კატასტროფებისაგან დაცული, აქვს თუ არა თავისუფლებები, უფლებები და არის თუ არა ბედნიერი. ეს არის ცხოვრების ხარისხის მარტივი იერარქია, თუმცა ადამიანი, როგორც სოციალური არსება, ოჯახთან არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული, ამიტომ დღევანდელი ჩვენი საუბარი სწორედ ოჯახს უკავშირდება. თუმცა განსხვავებულად, ვიდრე თქვენ შეიძლება გქონდეთ მოლოდინი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჩვენი გუნდის წევრი, ფსიქოლოგი პროფესორი ბატონი ზურა მხეიძე. დილამშვიდობისა ზურა. დილამშვიდობისა. ჩვენ მრავალი წლის მანძილზე გვაქვს ტრადიციული შეხვედრები. უფრო მეტიც ჩვენი გადაცემის ნაწილი იყო სისტემატური ნაწილი, რუბრიკა, რომელსაც სწორედ ფსიქოლოგთან დაკავშირებული და ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და რჩევები უკავშირდებოდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რუბრიკა ჰქვია თუ არა, ეს შეხვედრები გრძელდება და ჩვენ ძალიან ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ ადამიანის შესახებ და ადამიანთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ მდგომარეობებზე და ალბათ ლოგიკურია, რომ ვისაუბროთ ოჯახზეც. თუმცა დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა ჟღერს როგორც ბანალური სიტყვათა შეთანხმება, ოჯახი და ქორწინება. თითქოს ყველასათვის ლოგიკური კავშირია, მაგრამ დღეს ჩვენ ვეცდებით დავსვათ კითხვები და ვუპასუხოთ შემდეგ. შეძლებს დაგვარად ვუპასუხოთ ამ კითხვებს. რა არის ოჯახი? რა თქმა უნდა, თითქოს მარტივია შეკითხვა და თითქოს პასუხსაც საზოგადოება მარტივად ელოდება, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცალსახად. Ну, მოდი სანამ ოჯახის განმარტებას მივიღებთ რა არის, რამდენიმე ესეთი ჭეშმარიტება უნდა ვთქვათ. პირველი, რომ ადამიანი სოციალური არსება. მეორე, რომ ახლად დაბადებული დამოუკიდებლად ვერ გაიზრდება, ეს არ არის მცენარე, ასე ვთქვათ, თვითონ საერთოდ და მას ჭირდება აუცილებლად ვიღაც, ვინც მასზე იზრუნებს. აქედან განვითარდა გარკვეული ფუნქციონალი, ვისი შვილიც არის, ასე ვთქვათ, იმან მიხედოს ამას, ხო და შეიკრა წრე, ანუ დანიშნულების, იმიტომ რომ ეს ერთეული რო არ იყოს, ესე იგი ვიღაცა მასზე რო არ ჟურნალისტს არ აკეთებდეს, ადამიანები ვერ დაიბადება.
აქედან გამომდინარე, ამ ფუნქციიდან გამომდინარე, შეიკრა გარკვეული წრე ოჯახის სახით, სადაც არის დედა, სადაც არის მამა, სადაც არის შვილი და ეს დედა და მამა ზრუნავს შვილს. აქ მეორე ფუნქციონალია, ევოლუციას თუ გავყვებით, ხო? აქედან გამომდინარე, რომ ძველად ახლა ძნელი იყო დაგეგმვა, ასე ვთქვათ, რამდენი ბავშვი უნდა ყავდეს და როდის უნდა ყავდეს. ქალს არ ჰქონდა საშუალება თავისი შვილის უზრუნველყოფის დაცვით, საჭმელით და ასე რომ ფუნქციები გადანაწილდა. მამაკაცი გავიდა, ასე ვთქვათ, ამ საქმეების მოსაგვარებლად, მას უნდა მიეხედა. აი ნახეთ, თვითონ ევოლუციამ დააყენა საჭიროება ასეთი ტიპის ფუნქციებს. შემდგომში უკვე უფრო საინტერესო მომენტებია, იმიტომ რომ ოჯახი გახდა არა მარტო გადარჩენისთვის და ასე ვთქვათ საკვების და დაცვისთვის, არამედ გარკვეული ღირებულებების ფორმირებისთვის, რომელი ღირებულებაც შვილს ეხმარება შემდგომ გარემოსთან ურთიერთობაში. ადაპტაციის ფუნქცია გააჩნია. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი, ფუნდამენტური, ასე ვთქვათ, დავარქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, ინსტიტუტი იმისათვის, რომ ადამიანი ჩამოყალიბდეს როგორც საზოგადოებაში მონაწილე, ასე ვთქვათ, პირი, მან გაიშინაგნოს ღირებულებები, რომელიც არეგულირებს წესებს ქცევის გარეთ და სხვასთან მიმართებაში, ასე რომ თითქმის შეუძლებელი იყო, რომ ეს წარმონაქმნი ამ სახით არ გაჩენილიყო, ასე ვთქვათ. რეალურად პასუხში, რომელიც ახლა მაყურებელმა მოისმინა, უკვე დევს ნაწილი ჩემს კითხვაზე პასუხის, რომელიც უნდა დამესვა შემდეგში. თუმცა მე მაინც გამოყოფ იმ ფრაზებს, რომელიც განსაკუთრებით მინდოდა, რომ ხაზგასმული ყოფილიყო. ის, რომ ჩვენ შვილები ვართ, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ კონკრეტული ოჯახის ნაწილი და ამ ეტაპზე შვილის პოზიციიდან ჩვენ ოჯახად აღიქმება სულ ცოტა დედა და მამა. როდესაც მე მარტო ვარ, მე არ ვარ ოჯახი, აქედან გამომდინარე. პრინციპში ბუნებრივად თქვენ რასაც ამბობთ, სწორია, მაგრამ არიან მიტოვებული ბავშვები, დატოვებული ბავშვები, რომელიც არ იზრდება დედა და მამასთან და იზრდება, ვთქვათ, თავშესაფარში. თუმცა მისი შეფასებით, რო გაიზრდება, მე ამბობს, რომ ჩემი ოჯახი ეს იყო. მაინც მიყავს ყველაზე მაღალ და ახლო ურთიერთობაზე, ხო? ანუ იგივე ფუნქცია შესძინა. რა თქმა უნდა, მარკეტერებმა ხო იცით, ყველაფერი ის უფრო აინტერესებს თავისი პროდუქტის გაყიდვა და რამდენი თემაა სარეკლამოში ოჯახთან დაკავშირებული. ახლა რეკლამა რო არ გამოვიდეს, ვიცი ეთერში არ ჩამოთვლ, მაგრამ უბრალოდ გაიხსენეთ. ყველაზე ესეთი ფუნდამენტური ღირებულება. მაგრამ აი თუ ვახსენებთ იმას, ვინც არის, ვისაც ოჯახი არ ყავდა, ის ამას მუდმივად განიცდის. ეს აისახება მერე მთელი, ასე ვთქვათ, ურთიერთობის პროცესში. თვითონ მოდელირებას ან იქ სადაც ხდება იმ გარემოს არქმევს ოჯახს. შედარების მომენტია, ნახე, სხვას ყავს, იმას ყავს და მე განვიცდი როგორც, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც ეგ ბედნიერება არ ხვდა წილად, ხო? როდესაც ჩვენ სიტყვათა შეთანხმება, ქორწინება გამოვიყენეთ სათაურში, ოჯახი და ქორწინება. რეალობაში ძალიან ბუნებრივი და ადვილად აღსაქმელია, რატომ შეიძლება ქორწინება და ოჯახი ერთმანეთს უკავშირდებოდეს. თუმცა ჩვენი საუბრის ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ერთგვარი ნაბიჯი გადავდგათ, თუ ვლაპარაკობ, რომ მე შვილი ვარ და ჩემი ოჯახი, ჩემს წარმოდგენაში არის დედა, მამა, ჩემი დედ-მამის შვილები, ბებია, ბაბუ, ანუ ის გარემოცვა, რომელმაც მე გამზარდა, გამომზარდა და ამას აღვიქვამ ოჯახად, ქორწინება ერთგვარი მიჯნაა თითქოს, რაღაც სხვა ხდება, რაღაც სხვაგვარი ფორმირება ხდება თვითონ ოჯახის და წარმოდგენის. გამოყოფა ხდება და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, აი ამ ტერმინებში რომ გამრავლება ხდება, ხო? იმიტომ რომ ბიოლოგიური არსიც უჯრედის ზუსტად იგივე პროცესი გადის. ერთი უჯრედი წარმოქმნის მეორე უჯრედს, ანუ ერთი სრულყოფილი უჯრედი, სადაც ნახეთ არის ბიოლოგიური ელემენტები, ხო?
ბირთვია, მიტოქონდრიებია, რიბონუკლეინის მჟავებია და ასე შემდეგ, სადაც ფუნქცია აქვს ზოგი სატრანსპორტო, ზოგი საინფორმაციო, ზოგი რაღაცაში. შემდგომ მეორე უჯრედში წარმოიქმნება, როცა ჩდება ბირთვი და იგივეს იმეორებს და აქედან მრავლდება მცენარეები. ანუ მივიღებთ გამრავლების. შესაბამისად ეს არის გამრავლების მექანიზმი. მოდი ესე ვთქვა, ოღონდ სოციალურ კონტექსტში რა, ეხლა რომელ კონტექსტში განვიხილავთ, რა მნიშვნელობა აქვს სოციალურ კონტექსტში. ასე რომ ამის გამშვები ქორწინება. ქორწინება არის უყურეთ ურთიერთობები, იქ მოდი ესე ვთქვათ, სასიყვარულო ურთიერთობები და სიმპათიები და რაღაცები, ესეც ბუნებრივი მოვლენა, მაგრამ ქორწინება არის უფრო მეტი პასუხისგებლობა ვიდრე ეს ურთიერთობა. იმიტომ რომ თუ ჩვეულებრივ ურთიერთობაში ორ ადამიანს შორის დგება შეთანხმებით პასუხისგებლობა, ამ შემთხვევაში შენ უკვე პასუხისგებელი ხარ შვილზე. და ამის ფორმალიზება ხდება ქორწინებით. და საერთოდ მაშინ რა საჭიროა მაგალითად აიღო დიპლომი, ისე ისწავლე. რატომ იდიხარ და იღებ რაღაც სერტიფიკატს, რა ცოდნა არ არის საკმარისი. პრინციპში დაახლოებით ქვეტექს მივხვდით ბატონო ზურაბ, ანუ რა საჭიროა ქორწინება, თუ შეგვიძლია ქორწინების გარეშე ამაზე ვიცხოვოთ. ალაპარაკი, მაგრამ საქმე იმასია, რომ ყველაფერი ის საბოლოო სახით ფორმალიზებამდე მიდის ხოლმე. ფორმალიზებას მე რას გულისხმობ? აღნიშვნა ხდება რაღაცის, ხო? შემოსაზღვრა ხდება. ქორწინება მარტო ადამიანებს შორის ურთიერთობა არ არის. ეს არის, ნახეთ, ქორწინებაში მყოფი რომ ეს არის საზღვარი, რომელიც სხვებს უჩვენებს, რომ ეს არის მათი ტერიტორია, ეს არის მათი სამყარო, ეს არის მათი ღირებულებები. მე ამაზე ვსაუბრობ. ასე რომ წყვილის ურთიერთკუთვნილებაც მოსაზღვრულია ასეთ დროს? რას გულისხმობ? როდესაც მაგალითად ამბობენ, რომ ეს არის ქალბატონი, რომელთანაც არის ჩემი ცხოვრება დაკავშირებული და მისი ცხოვრება დაკავშირებულია ჩემთან, ან მამაკაცი, რომელთანაც დაკავშირებულია თქვენი გადაწყვეტილება და თქვენი ურთიერთპასუხისგებლობები. და საერთოდ ყველგან ყველა სფეროში თქვით ადამიანის სოციალური არსება, პასუხისგებლობა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, ასე ვთქვათ, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი, რომ ის რაღაცა წარმოადგენს. და ეს პასუხისგებლობა სხვის აღება ერთობლივი ცხოვრების საკმაოდ გაცნობიერებული აქტი უნდა იყოს და ეს არ არის, ასე ვთქვათ, დღეს მომიდა დავქორწინდი, მერე გავქორწინდი და ასე შემდეგ. თუმცა ეგეთი სიტუაციებიც ბევრია, მაგრამ როცა იღებ ამ გადაწყვეტილებას, შენ ეს ხანგრძლივ პერსპექტივაში კი არა, მუდმივ პერსპექტივაში უნდა განიხილო და მერე იყო ურთიერთობაში დასაწყისში, გზის დასაწყისში. ხო, ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ეხლა როა 20 წლის და მშვენივრად გამოიყურება, რო გახდება 80-ის, მშვენივრად არ გამოიყურება, მაგრამ ჩემიანია და იმიტომ მიყვარს, რომ ერთად გავიარეთ ეს ცხოვრება. თორემ მაგ პრინციპით რო უყუროთ, ვინ როგორ შეიცვლება, ახლა თქვენ ხვდებით, ხო, აბსურდამდე მივდივარ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, რომელიც ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს მთელ მსოფლიოში. თუ ქორწინება არ არის ოჯახური ურთიერთობის მოდელი, არ ყალიბდება, ქორწინების გარეშე არ არის ურთიერთობებში პასუხისმგებლობა? აუცილებლად გკითხავს ჩვენ მაყურებელი. ქორწინების, ანუ ჩვენ გულისხმობთ, რომ ანუ კითხვა არის იმაში, რომ ისე შეიძლება თუ არა, რა თქმა უნდა შეიძლება. იმიტომ რომ მე რომ ვამბობ, რომ ყველაფერი თამაშია, მეთქი არ ვამბობ ლიტერატურიდან და შედარებიდან, თამაში რა არის გარკვეული წესებზე და პირობებზე შეთანხმებაა, ხო? ადამიანი დატვირთულია სოციალური როლებით. მაგალითად, თქვენ მშობლებთან გაქვთ შვილის როლი. მეგობრებთან მეგობრის როლი, სამსახურში გაქვთ თქვენი როლი, კოლეგასთან თქვენი როლი და იმის მიხედვით, რომ აი ამ მრავალფეროვნას შენ რომელ როლს თუ ყველა როლს ნორმალურად და კარგად ასრულებ, შენი ცხოვრება კარგად მიდის და კმაყოფილი ხარ. მაგალითად, მე შეიძლება ერთი როლი კარგად შევასრულო, მეორე ცუდად სამსახური ძალიან მაგარი მენეჯერი ვარ, ძალიან რაღაც, მაგრამ არ ვარ როგორც мама, არ ვარ გიხარ როგორც რაღაც სხვა ისა, ხო? აი ეს როლები გათამაშება, რა თქმა უნდა, ხელისმოწერის გარეშეც შეიძლება. შეიძლება აიღო ეს პასუხისგებლობა. მაშინ ლოგიკურად რა უპირატესობა აქვს? მოდით უბრალოდ რა დატვირთვა აქვს ქორწინებას იგივე პასუხისმგებლობის ჭრილში და რას მაძლევს ოჯახი ქორწინებით? ოღონდ სახელის დარქმევას მნიშვნელობა აქვს.
რატო ვიღეთ მაშინ ჩვენ პასპორტს? მარტო იმისთვის რომ რეგისტრაცია გავიღო. ანუ რაღაცა ხო რატო ვირქმევთ რაღაც სახელს და არ ვირქმევთ მე სხვადასხვა სახელს, თუმცა ეგეც შეიძლება. ნუ დღეს ესე ვარ, ნუ შეიძლება ისე ცოტა იქითკენ მიდის რომ შეიძლება ვიღაცა მეგეც მოიგონოს რომ დღეს ეს ვქვია, ხვალ ეს ვქვია, ხო? იმიტომ რომ შენ გჭირდება იდენტიფიცირება საკუთარ თავთან, საკუთარ ჯგუფთან, ხო? აი ნახეთ, ავიღოთ ისევ ცხოველების მაგალითი, ძალიან საინტერესოა, ხო? რატოა როგორია, ნახეთ ძაღლი. ძაღლს უყვარს თავის გუნდში ყოფნა. ის გუნდური ის ძალიან ცუდად გზნობს თავს თუ ასე ვთქვათ გუნდის გარეთ დატოვებ და რაღაც გარეთ დატოვებ, ხო? ის მიისწრაფის ამ ერთობისაკენ და ამ ერთობლივას. აქ ხდება გაფორმება იმ საკითხის, რომ ჩვენ ერთი ვართ, ჩვენთვის და სხვებისთვის. ნუ არ ვლაპარაკობ ტექნიკურ დეტალებზე, რომ ძალიან ბევრი იურიდიულ პროგრამას, ესა პრობლემას გიგوارებს, ასე ვთქვათ, ეს რეგისტრირებული ქორწინება, ხო? მაგრამ უყურე რა არის ძირითადი არის ურთიერთობები და ღირებულებები და თუ შემილია, ასე ვთქვათ, ისევე პასუხისგებლობები ავიღო ხელის მოწერის გარეშე, ხელიც რომ მოაწერო რა, რის მეშინი? რის მეშინია? ხო, არ ვიცი, ნუ ხო არის რატო უნდა ნუ მოაწერ კი ბატონო, იყავი და რაც თქვენ თქვით ის გამოვა, მაგრამ რა ახირება? იმიტომ რომ მეორე მხარე, როცა ხელს არ უწერ, ხო, მეორე მხარე შეიძლება ისა, რა ქვია, არასტაბილურობის განცდა აქვს, ნუ ესე ჩამოყალიბდა, ხო? უსაფრთხოების განცდა არ არის დარქმეული, სახელი არ ქვია. რამდენჯერ ყოფილა მაგალითად ასეთ ურთიერთობებში, რომელიმე მხარე წყვილის სახელის დარქმევა სიტყვის. ვინ ვართ? მე და შენ ერთმანეთისთვის. როგორ წარგადგინო? ასეთ საჭიროება აქვს ადამიანს? ქალსაც და მამაკაცსაც. აქვთ ხოლმე. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს როგორც პრობლემა ჩემამდე მოსულა და არც ისე იშვიათად, რომ სტატუსინით. ზურა, მოდი ოჯახს შევხედოთ ახლა იმ რეტროსპექტივის ჭრილში, რომელიც აღვწერეთ. ერთი მხრივ მე შვილი ვარ და ეს არის მუცლადყოფნის პერიოდიდან უკვე გაცნობიერებული მდგომარეობა პრაქტიკულად, თუმცა სიცოცხლის პირველივე წუთებიდან მე მქვია უკვე შვილი, იმიტომ რომ ბავშვი ვარ, მუცლადყოფნის პერიოდში ჯერ კიდევ ბავშვი არ მქვია, ნაყოფია. შემდეგ დედა, მამა სულ ცოტა აი ეს ქმნის იმ ოჯახს. ქორწინება ჩემთვის ოჯახია, გამრავლების კანონზომიერებაზე აგებული უჯრედიდან შემდეგი უჯრედი როგორ იბადება. ეს მაყურებელმა მე ვფიქრობ ძალიან თვალსაჩინოდ წარმოიდგინა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მე უკვე სხვა როლში ვარ, სხვა პასუხისმგებლობით ვარ და მე ვარ ის, ვინც უკვე ჩემს შულზე ვზრუნავ და მე ვქმნი იმ უჯრედს, იმ სტრუქტურას, რომელიც თავდაპირველად ჩემს უსაფრთხოებას განსაზღვრავდა. რა არის ოჯახი, გარდა პასუხისმგებლობისა? რა ძალა, რას მაძლევს მე სხვადასხვა ეტაპზე, რა მნიშვნელობა აქვს, როცა შვილი ვარ და როცა მაგალითად დედა ვარ, რითი განსხვავდება? მე ვთქვი, რომ იქ ხდება ღირებულების ფორმირება, ხო, ბავშვი სწავლობს ქცევითი მოდელი. შესაბამისად, ბავშვი თავის დედისგან სწავლობს ზრუნვას. სწავლობს სითბოს, ანუ როგორ უნდა მოუაროს თავის შვილს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რომელ ოჯახშიც იზრდება, ის ოჯახი იყოს თბილი, დალაგებული, კომფორტული, რომ ესენი დაინახოს რის. ხო, ის ამ ჩვევს სწავლობს. მან უკვე იცის, ასე ვთქვათ, თამაშის ელემენტი რა არის, ხო, აიღო თოჯინა, გაახვია, ისე როგორც ბავშვი მოუარა. ეს უნარები ხო უნდა გადაეცეს, არა ასე ვთქვათ. ანუ ის წარმოადგენს იმ მოდელს ურთიერთობის შენი ოჯახი, რომელსაც მე შენ ეცდები რომ გაიმეორო. თავიდან ბავშვებს გონიათ ხოლმე რომ არ გვანან თავის მშობლებს, ბავშვებს კი არა დიდებსაც თითქმის და მე წამოგწდება ფრაზა, რომელსაც ზუსტად იგივეა, რასაც დედა შენი ამბობდა. ან ზუსტად იგივე შეფასება მიეცი როგორც მამა შენ, თუმცა შენ რო პატარა იყავი, შეიძლება არ მოგწონდა ის შეფასებები, მაგრამ გაიმეორე. ეს თითქმის ყველას განუცდია, რომ ეხლა რაც გავაკეთე, ზუსტად ის თქვი, რასაც აკეთებდა. და რაც არ მომწონდა ოდესმე. შეიძლება არც მომწონდა, ხო, მაგრამ აი ფრაზად შეფასება და დამოკიდება. ხო და აი ეს ორიენტირება, რომ ბავშვი შეგონებებით არ სწავლობს, ძირითადად სწავლობს ქცევითი მოდელებით, რასაც ხედავს, ის გადადის, არის მნიშვნელოვანი. როგორც რატოა მაგისტრატურა 3 წლიანი, 2 წლიანი, 5 წლიანი, ხო, რაღაცა უნდა ისწავლო, ხო? იგივეა, ეს არის რა დავარქვა ცხოვრების
ზოგს ბაკალავრიატი დოქტორი ცხოვრობს, ზოგს მაგისტრატურა და ზოგს დოქტორანტურა, ხო? ოღონდ აქეთ ხარეს, რაც ჭირდება, ასე ვთქვათ, ადამიანებს. მაგალითი, რომელიც საუბრის დასაწყისში მოიყვანეთ, მე ძალიან მომხვდა გულზე და მენიშნა, როდესაც რაღაც მიზეზით ბავშვი რჩება ოჯახის გარეშე. მაშინ რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ ადამიანების შესახებ? რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებასაც კონდეს გაცნობიერებული, რომ ამ ადამიანებს მუდმივად აქვთ ოჯახის ნაკლებობა. საზოგადოებას შეუძლია ოჯახის როლი იტვირთოს. ვინც შეუძლია ასეთ დროს შეუსვოს ეს დანაკლისი? არავის და გეტყვით რატო. რაც არ უნდა, კარგად მოექცე კი არა, როგორ თქვა, მშობლებზე უფრო მეტი გააკეთო, ბავშვს ყოველთვის აქვს განცდა. თვითონ აქვს განცდა, რომ დედა ჩემი რო ყოფილიყო, მამა ჩემი რო ყოფილიყო. სხვანაირად იქნებოდა. ამას მე ვაწყდები ისეთი ტიპის ბავშვებთან, რომელიც აყვანილია და ხშირად აყვანილი ბავშვებს ხოლმე უფრო მეტი მზრუნველობა აქვს, იმიტომ რომ სხვანაირად ექცევიან რა, მეტად მიუხედავად იმისა, ეს დანაკლისის განცდა მაინც. შევსება არა, მეორე მომენტი რაც არ არის საჭირო ამების შეხსენება. არ არის განსაკუთრებული ქცევების განხორციელება თვალსაჩინო მის მიმართ. ზემზრუნველობა და შეხსენება მუდმივი. მაგით გადაყავს იმ ფიქრებში, რა ფიქრებში, ხო? ანუ მე ვაჩვენებ რომ განსხვავებული. ის ისედაც ფიქრობს რომ განსხვავებული და კიდე მე ამას ვუსაბუთო. ჩვეულებრივად როგორც დანარჩენთან ურთიერთობა ეს მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაშიც, როდესაც მაგალითად ბავშვი როგორც საზოგადოებაში მიღებულია გამოთქმა არასრულ ოჯახში იზრდება, ანუ ან დედა არ არის, ან მამა არ არის, რაღაც მიზეზით, ან ცოცხალია, მაგრამ ერთად არ ცხოვრობენ და არ აქვთ ურთიერთობა. მე გულისხმობ ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც არ აქვს ურთიერთობა. ან აღარ არის. აი მაგალითად მე 3 წლის ასაკში გარდამეცვალა მამა და ჩემი ძმა 6 თვის იყო. ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ მამის გარეშე გავიარეთ ჩვენ ბავშვობა. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც ოჯახის სრულად აღქმაში გიშლის ხელს. თუ ასეთ შემთხვევაში ოჯახის როლი მაინც სრულია. აი, მოდი მე პრაქტიკულ დაკვირვებას გეტყვით ჩემსას, მე ვერ ვიტყვი რომ ეს კვლევებია, ამიტომ რომ სტატისტიკას საინტერესო რაღაცები რო გროვდება ერთნაირი ისტორიები, უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ რომ რაღაც კანონზომიერებებია, ხო? ნახეთ რა ტიპის პრობლემებია. თუ დედა აკლია, ბავშვი ემოციურად ვერ არის კარგად დარეგულირებული, ასე ვთქვათ, ემოციების კუთხით აქვს პრობლემები. და თუ მამა არ არის, მას უჭირს გარე ურთიერთობები. ანუ ოჯახის გარეთ ურთიერთობა. მე გამიფიქრებია კიდეც, რომ მამის ფუნქცია რა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ანუ მამა ვისაც ყავს და მამასთან კარგად არის, მას პრობლემა გარეთ ურთიერთობების ნაკლები აქვს. სოციალურია, კონტაქტის დამყარება შეუძლია და ასე შემდეგ. აი ეს საინტერესო ის დაკვირვება რა. ხო და თითქოს აი მამაკაცის ფუნქცია არ აქვს მნიშვნელობას ქეს, გინდა გოგო იყოს, გინდა ბიჭი, მისთვის მნიშვნელოვანია მამაკაცი, იმიტომ რომ გარე ურთიერთობებში უკეთესად ერკვევა, უკეთესად სოციალურობა, ვიდრე თქვათ მამის გარეშე გახდილი ადამიანი. ქორწინება მე კომპენსირების საშუალება არის ამ თვალსაზრისით, მაგალითად ვაჟებისთვის ან ქალებისთვის. კომპენსირება რა, ანუ ურთიერთობის აი სოციუმის, თქვათ აი ამ დანაკლისის შევსების ან სამარჯვების გამომუშავების. იმიტომ რომ ეგეთი რაღაცებიც მაგალითად თუ მამის გარეშე იზრდებოდა ხოლმე, მოდი ესე ვთქვათ, სიმპათია შეიძლება გაუჩნდეს ასაკით თავის უფროსი ადამიანის მიმართ, ნუ მე არ ვლაპარაკობ ახლა 60 წლით უფროსის, იმიტომ რომ ორივე ელემენტს ეძებს, რისი კომპენსირებაც ჭირდება და იმასთან უფრო კარგად გრძნობს თავს თან რაღაცით აკომპენსირებს თავის უმამობას და თან ურთიერთობაც. ეს მომენტია. დღევანდელი ჩვენი საუბარი შეიძლება მე მგონია რომ შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ თვითონ ოჯახია ასეთი თემა. და ვიდრე დავასრულებთ, მე მინდა უბრალოდ გკითხო, დღეს ჩავატიეთ ჩვენი სათქმელი დღევანდელ გადაცემაში. არა, ნუ
იმ ნაწილში რაც ვიკითხეთ, ვცადეთ რომ ჩაგვეთია და ესე ადვილად არ ეტევა, იმიტომ რომ ეს იქ ბევრი მიმართებებია ოჯახში. ბევრი მიმართებები. და ეს შობლების პრობლემა არის ხოლმე, რომ რაღაც ახალ კონცეფციებს, რა ვიცი, წაიკითხავენ თუ რაღაცა მიყვებიან და იქ ბევრი შეცდომებს უშვებენ ხოლმე ბავშვთან ურთიერთობაში, ჩემი შეხედულებით რა და მოკლედ ყველაზე კარგი სასწავლო რა არის ოჯახი, დაიბადოს ბავშვი ნორმალურ თბილ ოჯახში და იმას არაფერი კონცეფციების წაკითხვა არ უნდა, აი ის მოდელი, იმ ოჯახის მოდელი არის ყველაზე უფრო მისაღები, ასე ვთქვათ, ვიდრე მე რაღაცა წავიკითხო, რომ ბავშვს ესე უნდა მოექცე, ან ესე არ უნდა მოექცე და ასე შემდეგ. და ყველა შემდეგი მოდელის გამსასროლით თაობიდან თაობაში. რა თქმა უნდა. ზურა, ჩვენ ამ თემას გავაგრძელებთ, იმიტომ რომ შევთანხმდით, რომ ერთ გადაცემაში ოჯახთან დაკავშირებული საკითხები შეუძლებელია რომ დავატიოთ, მით უფრო რომ დღეს ჩვენ პრინციპში ძალიან ნაცნობ სიტყვათა შეთანხმება სრულიად განსხვავებული წახნაგიდან შევხედეთ, უბრალოდ წახნაგებიდან და მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოებასაც გაუჩნდა კითხვები. მე იმასაც ვიტოვებ, რომ ამ კითხვებს მოგვაწყვდიან და ჩვენ შემდეგი საუბრისთვის გვექნება კიდევ უფრო კონკრეტული მიმართულება მაყურებლის ინტერესის გათვალისწინებით. მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის და მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ პრაქტიკულად ჩვენი გუნდის წევრი, ფსიქოლოგი პროფესორი ბატონი ზურაბ ხეიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ჩვენი კვებითი შუქნიშანი ტრადიციულად ეს არის რეკომენდაციები, რომელიც არის კონკრეტულ პრობლემაზე მორგებული. ჩვენ შევთანხმდით, რომ თითოეული ჩვენგანი არის განსაკუთრებული და უნივერსალური კვების მოდელი, ისევე როგორც უნივერსალური საკვები არ არსებობს. ამავე დროს შევთანხმდით, რომ ყველა ამოცანისათვის საჭიროა არა მხოლოდ ცალკეული საკვები პროდუქტების, არამედ კვების მოდელის გააზრება. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამგვარ მოდელზეა დაფუძნებული, როდესაც ოჯახზე ვსაუბრობთ. და თუ შევხედავთ ოჯახს, როგორც იმ სოციუმს, სადაც ტრაპეზი არის სოციალური კომუნიკაციის საფუძველი, იქ სადაც ყოველი ჯერი, სადაც ოჯახის წევრები ერთი მაგიდის გარშემო იყრიან თავს, ეს არის განსაკუთრებული ერთობა, განსაკუთრებული ურთიერთობა და განსაკუთრებული ურთიერთგაცვლა ინფორმაციისა, საკვებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებას, გააზრებას, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. და აი აქ ერთი ოჯახის ფარგლებში კვებასთან დაკავშირებული ტრადიციები შეიძლება ადამიანის ცხოვრების წესის განსაზღვრელი აღმოჩნდეს. განსაზღვრელი ადამიანის ავადობისა და ჯანმრთელობისა, განსაზღვრელი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობისა, ცხოვრების ხარისხისა და თქვენ წარმოიდგინეთ განსაზღვრელი ურთიერთობებისა. რას გულისხმობთ? მოდით ეტაპობრივად გავყვეთ აი ამ ლოგიკას და შევხედოთ ოჯახს ცხოვრების წესის ჭრილში, კვების მოდელის ჭრილში. თუ ოჯახში არ არის ტრადიცია ფიზიკური აქტივობისა, არ არის ტრადიცია ფიზიკური აქტივობით გატაცებისა, ფიზიკური აქტივობის წახალისებისა, ეს შეიძლება იყოს ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის ძალიან სერიოზული ტვირთი. და მხოლოდ აი ამ კანონზომიერების დარღვევა შეიძლება იყოს კარგი გამონაკლისი, რომელიც ახალ ტრადიციას დაუდევს ოჯახში სათავეს. როდესაც ოჯახის წევრები ნაკლებად აქტივობით გამოირჩევიან, როდესაც ოჯახი პასიურია და უპირატესობას ანიჭებს მოდუნებულ, მონოტონურ ცხოვრებას, სადაც კვება დომინანტური ხდება, აი ეს ენერგეტიკული ბალანსი, დარღვეული მუდმივად ჭარბი ენერგიის მოხმარების სასარგებლოდ, განსაზღვრავს იმას, რომ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, ერთი ოჯახის რამდენიმე თაობა ჭარბი წონის და სიმსუქნის მატარებელია. ისევე როგორც ჩვენ და სამწუხაროდ, ჩვენ და ტრაგიკულად, ჩვენ და ძალიან საუბედუროდ, უნდა ვთქვათ, რომ არის ოჯახები, სადაც უარყოფითი ბალანსის სასარგებლოდაც არის ასეთი ტრადიცია ბრჭყალებში, როდესაც
მშობლების ხელმოკლეობას თან ახლავს შვილების არასაკმარისი ნაკლებობა და ასეთ შემთხვევაში არასაკმარისი წონა ან წონის სიჭარბე არ არის რეალური მაჩვენებელი ამ ოჯახის ჯანმრთელობის პარამეტრების და ხშირ შემთხვევაში პრობლემები უფრო მეტად არის შენიღბული ვიდრე წარმოგვიდგენია. მოკლედ აქტივობა, წონა, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებისეული ფაქტორების გადანაწილება დროში. ეს შეიძლება იყოს ისეთივე, როგორიც არის ოჯახში. ოჯახმა განსაზღვროს, როგორია ჩვენი რეჟიმი. დაძინების, გვიან ვიძინებთ, ადრე ვდგებით, არასაკმარისად გვძინავს, დღეღამის რიტმი წანაცვლებული გვაქვს, გვიან ვახშმობთ, სუყედ ვახშმობთ, ღამით წყალს ვამთ ბევრს, არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არის მიღებული ტრადიცია. ის რომ დილით ვსადილობთ, დილის კვება არის უკიდურესად მსუყე, ან შუადღემდე არ საუზმობთ. აი ეს ყველაფერი შეიძლება ჩამოყალიბდეს ოჯახში და ოჯახის ცხოვრების ნაწილი იყოს. ანუ ოჯახში ჩამოყალიბდეს თეფშის მოპრიალების ტრადიცია ბავშვობიდან და როდესაც ულუფა განსაზღვრულია უფროსების მიერ, არა ბავშვის საჭიროების გათვალისწინებით და შეზღუდული ულუფა და ჭარბი ულუფას შეიძლება როგორც ტრადიცია, ოჯახური რიტუალი დამკვიდრდეს, რომელიც თაობიდან თაობაში შეიძლება გადაეცემოდეს. წყლის მოხმარების რიტუალი, წყლის მოხმარების ტრადიცია. ესეც შეიძლება იყოს ოჯახის შიგნით დამკვიდრებული კვების და ცხოვრების მოდელის ნაწილი. ისევე როგორც სამწუხაროდ ალკოჰოლთან წამახალისებელი დამოკიდებულება, როდესაც მცირე ასაკიდან ოჯახური სიამაყის დასტურად პატარა ასაკის ბავშვებს დააგემოვნებინებენ ხოლმე ალკოჰოლს და უფრო მეტიც სარიტუალო სუფლის განუყოფელ ნაწილად აქცევენ, როდესაც უფროსებთან ერთად პატარებიც უნდა შეუერთდნენ ამ ტრადიციას. და ასეთ შემთხვევაში ალკოჰოლის მოხმარება ზუსტად ის ოჯახური ტვირთი აღმოჩნდება, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრება დაუძლებლად მიყვება ადამიანს. სუნელებით უხვად შეკაზმული საკვები. ეს არის ასევე ჩვენი კულინარიული საოჯახო ტრადიციის ნაწილი, ისევე როგორც მაგალითად დღის განმავლობაში გაუთავებლად სუსნაობა. მლაშე ან ტკბილი საკვების დამკვიდრება და შეყვარება, როგორც ოჯახური ტრადიციის ნაწილი. ანუ ოჯახური კვების მოდელი გახლავთ ეს ყველაფერი, ისევე როგორც ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევთანხმდით მლაშე, ტკბილი, ცხარე და მჟავე პროდუქტები არის ზუსტად ის გემოვნება, რომელიც ოჯახის შიგნით ყალიბდება. ცხიმი და ცხიმის გემო. მართალია ეს გემოა და გემოვნება, მაგრამ ეს ის მოდელია ოჯახიდან წამოღებული ტრადიცია, რომელიც შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვებოდეს. უხშირედაც სწორედ ასეა ხოლმე. არადა ტრადიცია, რომელიც შეიძლება ჩვენს ოჯახში ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღ-კვებასთან დაკავშირებით, შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე მყარი, ვიდრე ტელევიზიით მოსმენილი თუნდაც ჩვენი რეკომენდაციები, ვიდრე სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია. რატომ? ის 5 კომპონენტიანი მოდელი კვებისა, რომელიც სულ ცოტა 5 ჯგუფის, 5 ფერის პროდუქტებს აერთიანებს, ეს არის ერთგვარი სიმბოლო გაწონასწორებული, დაბალანსებული კვებისა ჩვენი ორგანიზმის წონასწორობისთვის და ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, მიუხედავად ჩვენი ასაკისა და მიუხედავად ოჯახური იერარქიისა. ეს პრინციპი ოჯახური მოდელისთვისაც საუკეთესო არჩევანი იქნება. და ასეთ შემთხვევაში რას ცვლის ქორწინება? ქორწინება ეს არის განსხვავებული კვებითი ტრადიციების ადამიანების შეხვედრა. ეს არის განსხვავებული კულინარიული ტრადიციების მქონე ადამიანების თანაცხოვრება. სადაც ვიღაცას უფრო მლაშე უყვარს, ვიღაცას უფრო ტკბილი, ვიღაცას საერთოდ უმარილო უყვარს, ვიღაცას მკვეთრად ცხიმიანი. აი ასეთ შემთხვევაში ჰარმონიის მოძებნა, რა თქმა უნდა, ურთიერთობის სხვადასხვა ფორმატშია მნიშვნელოვანი, მაგრამ კვება შეიძლება იყოს ის მნიშვნელოვანი ხაზი და მნიშვნელოვანი ძაფი, რომელიც ამ ადამიანებს ან დააკავშირებს, ან გარკვეულ სირთულეებს შექმნის. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ თეფშზე დატეულმა რეკომენდაციებმა, რომელიც ყველასათვის სარგო შეიძლება ერთდროულად იყოს, კომპრომისული, ურთიერთშეთანხმებული, ურთიერთშეხამებული, ერთმანეთის გემოვნების გათვალისწინებით. არა დატოქსვით, რომ ეს ცუდი ტრადიცია, აი შენი ოჯახიდან მოდის და მეორეს მინიშნება, რომ
რა თქმა უნდა, შენთან ხომ ასე არ იყო. აი ასეთი მტკივნეული მინიშნებები კვებაში ძალიან მნიშვნელოვანი დანაკლისია ურთიერთობისთვის. შესაბამისად, გამოსავალი არის სწორედ თეფშის არჩევა. იმ თეფშის, რომელიც ჩვენი ოჯახისთვის არის მოსახერხებელი, არა იმ ოჯახებისთვის, საიდანაც მოვდივართ, არამედ იმ ოჯახისთვის, რომელსაც ჩვენ ვქმნით, სადაც გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორები, მაგალითად ჩვენი გემოვნება და ჩვენი აღქმა სხვადასხვა გემოსი. ჩვენ შევთანხმდით, რომ ის კლასიკური გემოები, რომელზედაც ხშირად საუბრობთ ხოლმე, ჩვენი ინდივიდუალური თავისებურებებით გამოირჩევა, მათ შორის ის დამატებითი გემოები, რომელზედაც არაერთხელ გვისაუბრია ტკბილ, მჟავე, და ცხარე შეგრძნებებთან ერთად, რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად უმამისა და კოკუმის შეგრძნება. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ამ შეგრძნებებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კიდევ ერთი თავისებურება უნდა გაგახსენოთ. მიუხედავად ჩვენი სურვილებისა, ურთიერთ ჰარმონიით ერთი უნივერსალური მოდელი გამოვიმუშაოთ, შეიძლება არ გამოგვივიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ნაწლავის პასპორტი გვაქვს და ნაწლავის პასპორტის მიხედვით სულ ცოტა სამი ძირითადი ტიპია. ვიღაცა ხორციჭამია, ვიღაცა ბალახიჭამია, ვიღაცას შერეული კვების მოდელი უფრო წაადგება. აი ასეთ შემთხვევაში კომპრომისის მოძებნა ურთიერთშეხამება მოდელის კიდევ ერთი საიდუმლოა ოჯახური ურთიერთობის ჰარმონიისათვის. მით უფრო, რომ საერთო კვების მოდელი აყალიბებს საერთო ნაწლავს. ეს არ არის გადაჭარბებული და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ემიგრაცია, ზოგადად ადამიანების მიგრაცია, ეს არ არის უბრალოდ საცხოვრებელი ადგილის ცვლილება. ეს არ არის უბრალოდ პასპორტში შტამპის ცვლილება. ეს არის ჩვენი ნაწლავის ცვლილება, ნაწლავის მიკრობიომისა და მიკრობიოტას ცვლილება, რომელიც მტკიცებით დადასტურებულია და შესაბამისად, თუ ერთი ოჯახის გარემოში ახლად შექმნილი ოჯახის სივრცეში ყალიბდება საერთო კულინარიული ტრადიციები, ყალიბდება საერთო თეფში, რომელიც საზიაროა თავისი სასარგებლო თვისებებით ოჯახის ყველა წევრისთვის, მაშინ ყალიბდება საერთო ნაწლავის პრინციპი და ამიტომ აღარც ის არის გასაკვირი ოჯახის შიგნით საერთო პრობლემები ან საერთო სიმტკიცე რომ არის ჯანმრთელობისა ასე თვალშისაცემი. ეს იყო ის საიდუმლო, რომელიც ოჯახის შიგნით არის დაშიფრული. ის საიდუმლო, რომელიც შეიძლება ქორწინებით შექმნილი ოჯახის პირობებში გამთლიანდეს და რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში დღეგრძელი ოჯახური ურთიერთობა განსაზღვროს. სწორედ ამ სურვილით და გემშვიდობებით მე ასეთი ჰარმონიული ურთიერთობების სურვილით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.